ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან მიმართებაში სურსათის ეროვნულ სააგენტოში პრესკონფერენცია გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილის განცხადებით, პროგრამა იმერეთში, კახეთსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მისი თქმით, სატესტო გასვლების შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა საჭიროებები, რაზეც ხმამაღლა საუბარი აუცილებელია. თენგის ჩალაგავამ თქვა, რომ უნდა გაიზარდოს კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ მხარესთან. შედეგად ყველას ეცოდინება, სად მოხდება ცხოველის ვაქცინაცია, ასევე სტერილიზაცია და კასტრაცია. ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე, ძირითადად სოციალურ ქსელში, რომლის საშუალებითაც ყველა ადამიანს წინასწარ ეცოდინება თუ რომელ ლოკაციაზე მოხდება ცხოველების ვაქცინაცია, ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, რასაც მინდა ხაზი გაუშვა, ადგილზე ვაქცინაცია, რომელსაც განახორციელებს ვეტერინარი სპეციალისტი და კასტრაცია, სტერილიზაცია. აღნიშნული ღონისძიება განხორციელდება პასუხისმგებელ პირთან შესაბამისი მიღება-ჩაბარების საფუძველზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ცხოველი თავშესაფარში გადაყვანილი იქნება პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკან დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების წესით, რაც ყველანაირად გამორიცხავს ყველანაირ კითხვის ნიშანს და შესაბამისად ნებისმიერი საზოგადოების ნებისმიერი წევრი ინფორმირებული იქნება აღნიშნული ღონისძიებების მიმდინარეობაზე. შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში ვეტერინარული манипуляციების ჩატარების მიზნით ზესტაფონში მიმკედლებლებმა ძაღლები ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის თანამშრომლებს ვეტერინარული манипуляციებისთვის წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე მიუყვანეს. ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. შესაბამისი საჭირო პროცედურების შემდეგ ცხოველები მიმკედლებლებს დაუბრუნდებიან. გახლავართ ავთანდილ ექსეულიძე, გარდენია ექსეულიძის დამფუძნებელი. მოგეხსენებათ, რომ გვიახლოვდება ბზობის დღესასწაული. კოლხური ბზა საკმაოდ აქტუალურ თემას წარმოადგენს. ძალიან გულსადგენი და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კოლხური ბზა, რომელიც ჩვენი ენდემური მცენარეა, გადაშენების პირას არის. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით უფრო მოთხოვნადია ეს მცენარე და ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ძალიან ცუდად ეპყრობიან ამ მცენარეს, ხდება მისი დაზიანება, გადაჭრა და შემდგომ ესე ვთქვათ გაყიდვა, რაც ძალიან ცუდ ფაქტს წარმოადგენს. დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება კოლხური ბზა. მე ასევე მოგიყვებით ჩემს პატარა ისტორიასაც, ხშირად მიყვარს ხოლმე ამ ისტორიის გახსენება, ვინაიდან ჩვენი ესე ვთქვათ ნერგების ისტორია სწორედ კოლხური ბზით იწყება და რომ არა კოლხური ბზა შეიძლება არც განვითარებულიყო ეს საქმიანობა. ისტორიას რაც შეეხება, ჩვეულებრივად როგორც ყველა მორწმუნე 2019 წელს ტაძარში შევიძინე კალმის სახით მოჭრილი ბზა და ვიდეოებიდან ესე ვთქვათ სოციალურ ქსელიდან ვიცოდი, რომ კალმის საშუალებით შესაძლებელი იყო დაფესვიანება. მეც ესე ვთქვათ მოვიდოვე მისი დაფესვიანება, თან მოდი კალმებიც ავჭრათ, თან ესე ვთქვათ პრაქტიკულად ვაჩვენებთ ადამიანებს თუ როგორ შეგვიძლია გავახაროთ კოლხური ბზა და ასევე ჩემს ისტორიასაც მოგიყვებით. ჩვეულებრივად მოჭრილი კალამი, ესეთი კალმები არის სწორედ, რომელიც ტაძარში იყიდება. კალამს ესე ვთქვათ ვასუფთავებთ, ზედმეტი ესე ვთქვათ ტოტებისაგან, ზედმეტი ფოთლებისაგან, ვჭრით ცერად. არის ხოლმე ხშირი შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მებაღეები, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ამ სფეროში გამოცდილი ადამიანები გვირჩევენ, რომ გამოვიყენოთ სხვადასხვა დამაფესვიანებელი, სხვადასხვა სტიმულიზატორი, მაგრამ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, არ ვიყენებ არც ერთ დამაფესვიანებელს, ვინაიდან როცა საქმე გულით კეთდება, ისედაც ადვილად და კარგად გამოდის. ჩვეულებრივად ესე მოჭრილი გამზადებულ კალამს ვათავსებთ ფხვიერ მიწაში, თუ არ გვაქვს ესე ვთქვათ შეძენილი მიწა ეს ტორფი პერლიტი, ჩვეულებრივ ფხვიერ ტყის მიწაშიც არის შესაძლებელი მისი დაფესვიანება. სავსე ესეთ პატარა ჭიქებში ან კონტეინერებში რამდენიმეს ერთად მოთავსებად შეიძლება, ესე ვათავსებთ და შემდგომ ესე დავტკეპნით, რომ ესე ვთქვათ იყოს კარგად მოთავსებული და დაახლოებით 3 თვეში უკვე მას ექნება ფესვი. ეს უკვე არის ახალი სიცოცხლე, ახალი ენერგი, რომლითაც ვახარებთ როგორც ჩვენს
გულს, ჩვენს თავს, ასევე ხელს უწყობთ კოლხური ბზის პოპულარიზაციას. რაც შეეხება ჩემს ისტორიას, ეს ყველაფერი კი გავაკეთე თავიდან ასე, მაგრამ არ მქონდა ამხელა პრაქტიკა, არ მქონდა ამხელა გამოცდილება, შესაბამისად კალამი გახმა. მაგრამ როცა უკვე საქმე მიდგა კონტეინერის გაცვლაზე და კალმის გადაგდებაზე, შევნიშნე რომ ქონდა პატარა ფესვები გამოტანილი. ინსპირაციის წყარო გახდა სწორედ ეს, რომ ყოფილა შესაძლებელი, ამიტომაც დავიწყე მისი გამრავლება. ჩვენს სანერგეში დღეს წარმოდგენილია 6-7 სხვადასხვა სახეობის ბზა, ეს არის მოყვავილებზები, ჯრელი ბზები, დეკორატიული ბზები და ასე შემდგომ. ბზობის დღესასწაული, ესე ვთქვათ, ქრისტიანული სამყაროსთვის ძალიან ძვირფასი დღესასწაულია და მინდა მოვუწოდო ადამიანებს, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კოლხური ბზის გადარჩენაში, ჩვენი წვლილი შევიტანოთ და თითო ძირი, თითო ნერგი მაინც დავდგოთ თითოეულმა ადამიანებმა. ძალიან კარგი იქნება იმ კონტეინერით შეძენილი ბზა ვაკურთხებიოთ ტაძარში ბზობის დღესასწაულზე და შემდგომ ეს ბზა შეგვიძლია გქონდეს როგორც კონტეინერში, როგორც ასე ვთქვათ, აივანზე, ან პირდაპირ ჩვენს ეზოში დავდგათ. ასევე ხშირი არის ხოლმე შემთხვევები, როცა ამბობენ, რომ კოლხური ბზა იზრდება ძალიან ნელა, მაგრამ სწორი მოვლის პირობებში კოლხური ბზა იზრდება საკმაოდ კარგად. ეს ხა ჩვენ რასაც ვხედავთ, ნედლი ახალი ნაზარდი რაც არის მთლიანად წლევანდელი ნაზარდი. ამიტომაც მითი იმისა, რომ კოლხური ბზა ძალიან ნელა იზრდება, ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, თლაც სიმართლეს არ შეესაბამება. მოგილოცავთ ზღობის წინვალ დღესასწაულს, გისურვებთ ცხოვროთ მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოში. ჩვენი მიზანია დავამტკიცოთ, რომ როდესაც საქმე ეხება ინოვაციას და პროფესიონალიზმს, გეოგრაფიული საზღვრები უბრალოდ პირობითია. გამარჯობა, მე ვარ თეიმურაზ ფხაკაძე, დავამთავრე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სკოლა, რის შემდეგაც სწავლა გავაგრძელე კიუს ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამას. ჩემს მეგობრებთან და თანაკურსელებთან ერეკლე ბერიძესა და ლიზი არეშიძესთან ერთად დავაარსეთ ტექნოლოგიური სტარტაპი Silk Route AI. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აქტიურად ვიყავით ჩართული და მონაწილეობას ვიღებდით არაერთ საერთაშორისო ფორუმში და ჩვენი გზა იდეიდან განხორციელებამდე დაკავშირებულია შანხაის ხელოვნური ინტელექტის მსოფლიოს საერთაშორისო ფორუმსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებასი. შანხაიში გქონდა უნიკალური შესაძლებლობა ფიზიკურად გაგვეტესტა მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ინოვაციური პროდუქტები და ასევე გქონდა შესაძლებლობა საერთო ენა გამოგვენახა მათ შემქმნელებთან. სწორედ ამ საერთაშორისო ვორქშოპებისა და შეკრებების შედეგად გაგვიჩნდა ამბიციური იდეა, შეგვექმნა ქართული კომპანია, სტარტაპი, რომელიც გლობალურ ბაზარს შესთავაზებდა მაღალ ტექნოლოგიურ სერვისს. საქართველოში დაბრუნებისთანავე დავაფუძნეთ ქართული კომპანია Silk Route AI. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ იყო უბრალოდ სპონტანური გადაწყვეტილება, ეს იყო სწორ აკადემიურ საფუძველზე დაშენებული ინიციატივა, რომელიც უნივერსიტეტში შევიძინეთ. გავაფორმეთ სტრატეგიული ხელშეკრულება ესპანურ კომპანია Nature Brain-თან, რომელიც ამ დარგში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია. რას აკეთებს Silk Route AI? თუ მარტივად ვიტყვით, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენებას ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების ოპტიმიზაციისთვის. ჩვენი შესრულებული სამუშაო რამდენიმე კომპლექსურ მიმართულებას მოიცავს. მაგალითად, ვახდენთ სატელიტური და გეოსივრცული მონაცემების ავტომატურ მოპოვებასა და დამუშავებას გარემოს სუსტი მონიტორინგისათვის. ასევე ვქმნით ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ტყის ბიომასისა და ნახშირბადის მარაგების პროგნოზირებისათვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ პროექტის ფარგლებში ნერგავთ ანალიტიკას, რომელიც რეალურ დროში მოახდენს რისკების მონიტორინგს კონკრეტულ სივრცეებში. ამ პროექტის ერთ-ერთი დადებითი მხარე შეიძლება ისიც იყოს, რომ როდესაც უკვე დავნერგავთ ჩვენს ვებსაიტში live მონიტორინგის რეჟიმს, გვექნება შესაძლებლობა, რომ კონკრეტულ ტერიტორიებზე, მაგალითად, რომელიმე ნაკრძალში, ტყეში, თუ შევხედავთ, რომ ტემპერატურა საგრძნობლად მომატებულია და არ ემთხვევა ისტორიულ მონაცემებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მაღალი რისკია ხანძრის და მყისიერად მოახდინოთ რეაგირება. ჩვენი პროგრამა ასევე მოიცავს ეკოლოგიური პრობლემების მონიტორინგს და გარკვეული რჩევების მიცემას ამა თუ იმ ორგანიზაციებისთვის, მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე რომ განვიხილოთ, შეგვიძლია დავადგინოთ
პირობითად 2025 წელს რა რაოდენობის ნახშირბადი და ბუნებრივი რესურსები იქნა გამოყოფილი ჩვენს ტერიტორიაზე არსებული ფლორა და ფაუნისგან და შეგვიძლია ასევე შევადაროთ ისტორიულ მონაცემებს, რომ დავადგინოთ წინსვლა გვაქვს თუ პირიქით შემცირებულია მათი გამოყოფა. რაც დარწმუნებული ვარ, კარგი საშუალება იქნება შესაბამისი ორგანიზაციებისთვის, რომ მყისიერი რეაგირება მოახდინონ ამ პროცესებისადმი. განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ საქართველო უკვე ოფიციალურად მოინიშნა Nature Brain-ის გლობალურ რუკაზე, როგორც ტექნოლოგიური ჰაბი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებთ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია შევიტანოთ ჩვენი წვლილი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში და შევქმნათ ინოვაციური პროდუქტები ქვეყნის შიგნითაც. ჩვენი მიზანია დავამკვიდროთ საქართველო როგორც საიმედო ტექნოლოგიური ხიდი გლობალურ არენაზე. სწორედ ამიტომ უკვე აქტიურად მუშაობთ კიდევ ერთ სტრატეგიულ მიმართულებაზე, შევიდეთ ჩინურ მასშტაბურ ბაზარზე და მოვახერხოთ ამ ბაზარზე პოზიციონირება.